სალამი მეგობრებო, წინა ვიდეო, რომელიც კვების თაობაზე იყო, ბევრი აჟიოტაჟი გამოიწვია. YouTube-ზეც დამიკომენტარეს, Instagram-ზეც დამიკომენტარეს, TikTok-ზეც პირადშიც მომწერეს და პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა იმას, ვინც მიყურებს იცის, რომ მე კალორიებით არ ვითვლი კვებას, იქიდან გამომდინარე, რომ ვითვლი ცილა-ცხიმი ნახშირწყლით, მაკრონუტრიენტებით და ამ შემთხვევაში ბოსტნეულს და იმ ზეითუნის ზეთს 4 კოს თუ 3 კოს რამდენიც დღის განმავლობაში საჭიროა საკვებისთვის არ მივათვლი ხოლმე ამ მაკრონუტრიენტებს, რადგანაც ესენი არ იცვლება. იცვლება ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები სხვადასხვა სახით. შეიძლება ცილა ხან ერთი მიიღო, ხან მეორე, ნახშირწყალი შეიძლება შეცვალო და რაც დარჩება ცხიმებიც, ისიც შეიძლება ხან თხილეული სახით მიიღო, ხან ავოკადო სახით და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩემი დათვლა შედარებით სხვანაირია და აქ 50-ან 60% ყოველთვის არის ცილა, შემდეგ რჩება მცირე რაოდენობით ცხიმი და ნახშირწყალი. საერთო ჯამში ეს ყველაფერი კალორაჟად რო ავაწყოთ, იქნება 40-40-20-ზე. ყოველთვის ესე იქნება, რადგანაც კალორიების მხრივაც და მაკრონუტრიენტების მხრივაც ეს ყოველთვის ესეჯდება. მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩემთვის მუდმივა არის, მაგალითად მწვანე ბოსტნეული, ზეითუნის ზეთი და რაღაც მსგავსები, რომლებიც მუდმივად ყველა კვებაში არის ერთნაირი, რომლებიც არ ითვლება, მაქვს დათვლილი და ყოველ კვებას უბრალოდ დამატებითად ვუწერ და მორჩა. ამიტომ გავიგე, გასაგებია რომ მაგ ვიდეოში შედარებით გაუგებრად იყო ნათქვამი და ჩემი ბრალია, თუმცა ის ვინც უყურებს ჩემს ვიდეოებს და აქამდეც ნანახი აქვს, ეცოდინება რომ მე ყველაფერს ვითვლი მაკრონუტრიენტებით. ყველა დეტალზე უშუალოდ რა როგორ უნდა დაითვალოთ, შეგიძლიათ პირადად მომწეროთ, ყველაფერს დეტალურად აგიხსნით, ან ჩემს Telegram არხზე შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ ის ყველაფერი როგორ ითვლება, თუნდაც კალორიების სახით, თუნდაც ცილა-ცხიმი ნახშირწყლის სახით, რომლებიც უშუალოდ დეტალურად მაქვს ახსნილი და არა იმ ერთწუთიან ვიდეოში, რომელიც დაიდო rilс-ის სახით. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესე ყურადღებით უსმენთ ჩემს ვიდეოებს და მშვიდობიანი დღე ყველას.